არ არსებობს მარტივი პასკის რეცეპტი. თუმცა, არც სახში მომზადებულ პასკაზე უკეთესი არსებობს რამე. ამიტომ ბევრი რეცეპტიდან ისეთი შევარჩიე, რომელსაც ღამის თენება საერთოდ არ სჭირდება. მთავარი საიდუმლო ხარისხიან პროდუქტებში და სიყვარულშია. სოფლის კვერცხი, ცხიმიანი რძე და პრეზიდენტის კარაქი. პასკაში კარაქი უბრალოდ ინგრედიენტი არ არის. ის არის გემო, ტექსტურა და ის სირბილე, რასაც საბოლოოდ ვიღებთ. პირველ რიგში საფუარის გააქტიურებით ვიწყებ. ამასობაში კი მსუბუქად ვთქვებ კვერცხსა და შაქარს. თუ დეტალური რეცეპტი დაგჭირდებათ, მომწერეთ და პირადში გამოგიგზავნით. საჭირო რაოდენობებს კი აქვე ჩამოგიწერთ. 10-15 წუთში საფუარი გააქტიურებულია და ვიწყებთ ცომის მოზელვას. ყველა საჭირო ინგრედიენტთან ერთად ბოლოს ვამატებ გამდნარ კარაქსა და სანელებლების ნაწილს. ესეც პირველი ეტაპი. ახლა 9 საათი ამ მდგომარეობაში დავტოვებ ცომს, მერე კი გავუშვებ მაცივარში მთელი ღამე. ესეც ცომი მაცივრის შემდეგ. აქ უკვე ვამატებ დარჩენილ ინგრედიენტებსა და კარგად ვზელთ ცომს. და როგორც კი ასეთ კონსისტენციას მივიღებ, უკვე მზად ვარ, რომ გადავიტანო ფორმებში. ახლა კი ისღა დამრჩენია, რომ გადავუსვა კვერცხის გული და გავუშვა ღუმელში გამოსაცხობად. დაახლოებით 3 საათი დასჭირდა ამ ფორმებში ამოსასვლელად. ესეც 50 წუთში გამომცხვარი პასკა. საოცარი არომატი ტრიალებს. მარტივად მოვხდე და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. მძიმე, ნოტიო და გემრიელია.